პეტრე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცავა, რომელიც ტელეფონით ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში და ჩვენ მოვისმენთ მის პირველ შეფასებას იმ შეხვედრის ჩანაწერის მოსმენის შემდეგ, რომელიც დღეს გასაჯაროვდა. მეუფე, ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენი სტუმარი. პირველი შეკითხვა მე მაქვს ზიარებასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის წინ გავრცელდა მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადება, რომ დეკანოს გიორგი მამალაძის ზიარებაზე ეპიტიმია აქვს დადებული მეუფე იაკობს, რაც აკრძალვას ნიშნავს. თქვენ რა სიტყვით ამაზე? მოგესალმებით დიანა, მოგესალმებით ტელემაყურებლებს. ძალიან წუხვა, რომ ყველა ისე თქვათ გადაწყვეტილება თუ განცხადება რაც უკიდურესი მდგომარეობიდან გამოსავლის საშუალება ხდება ხოლმე. ანუ მდგომარეობა რთულდება და შემდეგ ვეძებთ ამ მდგომარეობიდან გამოსავალს, რომელსაც აჯობებდა და იქნებოდა მისასალმებელი, რომ ამ მდგომარეობაში ანუ პრობლემებს არ ვქმნიდეთ ხელოვნურად. რაც შეეხება ზიარების საკითხს, რადგან ამ შეკითხვას მისვებთ და ამით ვიწყებთ. მინდა გითხრათ, როდესაც ამ ციანიდის ეგრეთ წოდებული სკანდალური საქმის შემდეგ შეიკრება წმინდა სინოდის სხდომა ჩატარდა, არ ყოფილა განხილვა, მის შემდეგ ამ თემაზე არ გვისაუბრია დღემდე, ანუ ფაქტიურად 4 თვის შემდეგ, როდესაც მამა გიორგი ითხოვდა ზიარებას და საქმე იქამდე მივიდა, რომ ორი ერის ადამიანი, ერთი ცრუ ცილისწამებელი განცხადებელი საპატრიარქოსი ვითომ შეთანხმებებით საპატრიარქოს ესე იგი მაღალ იერარქიებთან აკეთებდა განცხადებას და მეორე მისი ადვოკატი მახსოვს ერთ-ერთ ეთერში ტელევიზიის ეკამათებოდნენ მამა გიორგი აქვს მღვდლობა შეჩერებული თუ არა აქვს და დღეს უკვე გახდა აუცილებელი რომ ოფიციალური პოზიცია გამოეხატა საპატრიარქოს. რაც შეეხება ახლა ზიარებასთან მიმართებაში რჯულის კანონის საეკლესიო სამართლის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს ბრალი ედება ნებისმიერი სახით, რაც არ უნდა მძიმე იყოს ის და ეს სასულიერო პირი არ განერიდება საეკლესიო სამართალს, ან საეკლესიო კრებას, ანუ გამოცხადდება და ზათ არის ითანამშრომლოს, ანუ თავისი ბრალდება მოусმინოს, ის რჩება ნაზიარები, ანუ მას არ ეკრძალება ზიარების უფლება. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მას ეკრძალება სასულიერო პირს ბრალდების შემთხვევაში ზიარება, არის შემთხვევა, როდესაც ის ემალება საეკლესიო კრებას ან გამოძახებულ იერარქებს. მეგონი გასაგებია, ხო? ანუ ასეთ შემთხვევაში დეკანოზის ზიარება შესაძლებელი იყო თუ დეკანოზის აღსარება უნდა ჩაებარებინათ და თუ არ ვცდები ასეთი რამე იყო და ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს კონკრეტულმა მღვდელმთავარმა აზიარებს თუ არა მას და მეუფე იაკობს ალბათ როგორ ჩანს მღვდელმთავარს ეპიტიმიის ეს ტერმინი ასეთი უფლება ჰქონდა, ვინაიდან ამის შესახებ პატრიარქის მდივანი საუბრობს. მეუფე იაკობს ქონდა არ ქონდა ამის უფლება ეს ჩვენ მღვდელმთავრებმა უნდა ვიმჯელოთ, მე გითხარით საეკლესიო სამართლის ნორმები. ჩვენ დღემდე ვისმენთ განცხადებებს, რომ მეუფე დიმიტრის უნდა გადაეწყვიტა მამა გიორგის ზიარების ან მისი უზიარებლობის საკითხი. დღეს უკვე მოვისმინეთ ახალი ვერსია, რაც რა თქმა უნდა ბადებს კითხვის ნიშნებს და საეკლესიო სამართლის თანახმად თუ სასულიერო პირი არ გაურბის, არ მიემალება საეკლესიო კრებას ან საეკლესიო სასამართლოს, ის რჩება ბრალის ამტკიცებამდე, ან მის გამართლებამდე რჩება მაზიარებელი. აქ უკვე რა თქმა უნდა დარღვევასთან გვაქვს საქმე საეკლესიო სამართლის, ანუ რომელი მუხლის მიხედვით აეკრძალა მას და დაედო ეპიდემია უზიარებლობისა, მაშინ ესეც უნდა იქნეს გამოქვეყნებული საეკლესიო სამართლის romeli მუხლის მიხედვით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. მაშინ როდესაც ანუ საპატრიარქოს თანამდებობის პირების მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. დიანა, მაშინ როდესაც სასულიერო პირთან არც მეუფე იაკობი არ შებრძანებულა, არც სხვა იერარქია, როდესაც მამაო ითხოვს თვეების მანძილზე რომ შემოვიდნენ მომისმინონ და ითხოვს ზიარებას, რომელიც აუცილებელი როგორც აი ადამიანს ჭირდება საკვები და როგორც ხორცი კვდება ხორციელი საკვების გარეშე, ისევე სულიერად ადამიანი სუსტდება და სიკვდილის პირამდე მიდის უზიარებლობით. აქედან გამომდინარე, როდესაც აი ამ ეპიდემიას ვადებთ, უნდა იქნეს განხილული რამდენიმე მღვდელთავისაგან მინიმუმ მღვდელი უნდა გაასამართლოს 6 ეპისკოპოსმა. ექვსმა ეპისკოპოსმა და
შემდეგ იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, ანუ ერთი რომ ეს გადაწყვეტილება დაგვიანებულია, როგორც დაუშვათ ოჯახის მიღება გახდა მხოლოდ რაღაც უკიდურეს შემთხვევაში და ულტიმატუმის ფონზე სამწუხაროდ. ასევე ამ განცხადების გაკეთება საპატრიარქომ დააგვიანა, ქორეპისკოპოსმა დააგვიანა, თუმცა ჯობს გვიან ვიდრე არასდროს. კარგით, მეუფე, თქვენთან ესეთი შეკითხვა მაქვს, მოისმინეთ რა საუბრის ჩანაწერი დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრისა პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან. როგორია თქვენი შთაბეჭდილება? ყველა მხარე სრულიად ინფორმირებული პირების შთაბეჭდილებას ტოვებს თუ არა თქვენთვის და დამატებით რა ინფორმაცია მიიღეთ თქვენ მეუფე მიტროპოლიტმა, რომელიც სხვათა შორის გამონაკლისი იყავით სასულიერო პირებს შორის თქვენი თანადგომით დეკანოზის მიმართ. დიახ. ნუ რაც შეეხება ჩანაწერის გამოქვეყნებას, ასევე ძალიან მწუხარო საქმე აქამდე მივიდა, რომ ჩანაწერები პატრიარქთან ურთიერთობის გამოსაქვეყნებელია და კითხვის ნიშნებს ბადებს პატრიარქთან ვიზიტების შემდეგ რეალობა. ეს უკვე პრობლემა ოჯახისთვისაც და ეს უკვე პრობლემა დაუშვათ საპატრიარქო ადმინისტრაციისთვისაც, როცა რაღაც უნდობლობის ფაქტორი ჩნდება დაუშვათ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება იყოს სწორი, რადგან ეს კითხვები გაჩნდა. რაც შეეხება ინფორმირებასთან დაკავშირებით, ამის მტკიცებულება, ამის ფონზე მაგალითად მე ვერ დავეთანხმებოდი ბოლომდე, როდესაც საუბრობთ ჩვენ არასწორ ინფორმირებულობაზე, დეზინფორმირებულობაზე, ანუ ეს არის არასწორად მიწოდება და ყვითელი პრესის საშუალებით ჩემ თავზე გამომიცდია მე პირადად და მისი უწმინდესობისთვისაც გულისწყივლით მithქვამს, მათ შორის პირად საუბრებში და წმინდა სინოდის ხდომაზეც კი, როდესაც ხდება საპატრიარქოდან კონკრეტულად პატრიარქის მდივნის და მისი გარემოცვის მიერ გაკვეთა ყვითელი პრესის ჟურნალისტებზე სტატიისა, პროვოკაციის, ისეთივე პროვოკაციისა, როგორცაც არის წამოგებული გამოუცდელი მღვდელი, დაუშვათ ამ შემთხვევაში რაც გვაქვს ჩანაწერები ჩვენ მეუფეო, თქვენ რჩებათ შთაბეჭდილება, რომ პატრიარქი და მღვდელმთავრები არა ინფორმირებულები, არამედ დეზინფორმირებულები არიან? დავასრულებ, ანუ დეზინფორმირებულობა ნიშნავს არასწორ ინფორმირებულობას, ანუ მე აი ფაქტი მომყავს, როდესაც საკუთარ თავზე გამომიცდია და რაც მithქვამს მისი უწმინდესობისთვის, რომ შეკვეთა აღესრულება ყვითელი პრესის ჟურნალისტების მეშვეობით, შემდეგ იწერება სტატია ასევე უპასუხისგებლო ცილისმწამებლური, გაყალბებული ამ კონტექსტიდან ამოჭრელი სათაურებით და შემდეგ ეგ სათაური წაეკითხება მის უწმინდესობას. ან სტატია ახლა ჩემთვის არანაირად ყვითელი პრესა არ იმსახურებს უდობას, იმიტომ რომ მთელი რიგი წლების განმავლობაში ცილისწამებლური კომპანია პირადად მიზანმიმართული ჩემს მიმართ ხორციელდება. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში უნდა ის სტატია ვნახოთ, სადაც მსგავსი რაღაც კონტექსტი იკითხება, რომელიც ესე იგი უხერხულობას შეკითხვას აჩენს, შევაფასოთ და შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. გასაგებია. ანუ თქვენ დაგჭირთ შთაბეჭდილება, მაინც დავაზუსტებ შეკითხვას, რომ პატრიარქი დეზინფორმირებულია, შეიძლება ასეთი ფორმულირება? აი მე გეტყვით, როდესაც იგივე ზიარების საკითხს ვეხებით და მღვდელი სამშაბათს ამბობს, რომ ჩვენ პატრიარქმა დაგვალალა და მის ზიარების საკითხს ხვალ ზეგ შევალთ, ანუ ზეგ, ანუ მაქსიმუმ ხუთშაბათს, ხო გუშინდელ დღეს და დღეს უკვე განცხადება კეთდება. აი დარწმუნებული ვარ, შეიძლება ესეც არ იცოდეს მისმა უწმინდესობამ. ეჭვი მე ყოველ შემთხვევაში ეჭვი აქ ჩნდება. კითხვის ნიშანი აქ ჩნდება, როდესაც პატრიარქის თანდასწრებით თუ გადაწყვეტილება იყო მისაღები, რომ მამა გიორგი არის უზიარებლობით დაჯილი, ხო შეიძლება და ეს ოჯახს ხისთვის მის უწმინდესობას მისი ჩვეულით, იცულოვნებით, სიყვარულით აეხსნა. და შეკითხვები აღარ გაჩნდებოდა, მაგრამ როდესაც პატრიარქთან ურთიერთობაში ადამიანი, რომელიც დღემდე არანაირ ნდობას არ იმსახურებს მისი გარემოცვის წევრი იყოს, ადამიანი სასულიერო პირი, რომელიც პატრიარქს ეუნება ოპერაციის წინა დღეს, რომ მამა გიორგი მამალაძე მოდიოდა თქვენს მოსაწამლად, მოსაკლავად და თქვენი დაცვის უფროსი, თქვენი ოჯახის წევრი, თქვენი სიზი ასევე არის ჩართული ამ საქმეში და გამოძახებულია საქართველოს პროკურატურაში და დღემდე ეს ადამიანი უპასუხისმგებლოდ, ესე იგი, გარემოცვას წარმოადგენს და ყველაზე დიდ აქტიურ პერსონაჟს წარმოადგენს ამ გარემოცვაში, რა თქმა უნდა, ასევე ჩვენ გვჩება კითხვის ნიშნები. გასაგებია.
დიდი მადლობა მეუფე ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრე ცაავა გვერდთვებოდა ტელეფონით დღევანდელი ჩანაწერების გასაჯაროების შემდეგ და მამა ალექსანდრე გალდავა ჩვენი შემდეგი სტუმარი წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის